აღარ მომშვიდობისას ვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებ გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ სოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატებში არჩევნების ჩატარების შედეგად შეიცვალა მთლიანად პოლიტიკური მიმართულებები. ტრამპის მოსვლამ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური მიმართულება შეცვალა. და არა მარტო პოლიტიკური მიმართულება, არამედ იმ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევარი ის პოლიტიკური ლიდერები და ფაქტიურად მთელი ეს NGO-შნიკები, რომლებიც მთელი მიმართულებით ანგრევდნენ სოფლიოში კონსერვატიულად მოაზროვნე და კონსერვატიულად მაცხოვრებელ ადამიანებს, ფაქტიურად ეტაპობრივად დაიწყო მათი ჩამოცილება. უგვრდება მათი ფონდები, უგვრდება მათი მთელი ანგარიშები, მთელი ეს სამოქმედო გეგმები. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერი ანანიძე, თავართკილაძე, აბადიეთ მეგობრებო. და ამ ადამიანს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, საერთოდ არა თუ მარტო ანალიტიკურ საქმიანობაში, არამედ მთელ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. და მთელი ეს პოლიტიკური ცხოვრება მისი სწორედ იყო მიძღვნილი საქართველოსთან კეთილდღეობასთან დაკავშირებით. ბატონო ჯუმბერი, ხედავთ ამ მდგომარეობა არის სოფლიოში, არა? ხედავთ ამ მდგომარეობა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და მათ შორის საქართველოშიდაც. მაგრამ საქართველოს როგორც ხედავთ, ჩვენ წინასწარ დავიწყეთ ამის პროგნოზირება და მით უმეტეს ჩვენ ერთად რამოდენიმეჯერ ვართ სტუდიაში და გვისაუბრია ამის შესახებ. კი ბატონო. წინასწარ გვისაუბრია ამის შესახებ. დღეს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი ფაქტიურად უკვე ნიღაბი ჩამოხსნა ყველაფერს აბსოლუტურად. იმ ბინძ და შავბნელ საქმეებს, რომელიც შავბნელი საქმეების ხორციელდებოდა ბაიდენის პრეზიდენტობის დროს. და არა მარტო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, ჯუმბერ, არამედ წარმოიდგინეთ, თქვენ გუშინ წინ იყო ესეთი ინტერვიუ სუმარის ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი ამერიკელი არცოდთან, ერთ-ერთი პოლიტოლოგი და 1994 წელს დაიწყო. მე მგონი დაიგეგმა უკრაინის ომი ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1994 წელს. დიახ, კი ბატონო. ხო, 94 წელს, ხო? თქვენ წარმოვიდგინეთ, ესე იგი, რამდენი წელიწადი მიმდინარეობდა სოფლიოში ეს ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიების და მთლიანად ამ პოლიტიკოსების მე დაგეგმილი ეს რევოლუციების, ომების, სისხლისღვრები. ეხლა დღეს გუშინ წინ დაიწყო შეხვედრა რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებისა და საგარეო მინისტრების მხრიდან, ხო? ჯგუფების შექმნის მოსამზადებელი შეხვედრა არის, მოსამზადებელი შეხვედრა, იმიტომ რომ ორი პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ტრამპი უნდა შეხვდეს, ხო? მაგრამ იქ სანამ წინასწარ არ იქნება ყველაფერი გაწერილი და სანამ წინასწარ ის პირობები, რომელი პირობებიც აქვს დაუშვათ რუსეთის ფედერაციას და შესაბამისად ამ პირობებს მე დაეთანხმება თუ ამერიკის შეერთებული შტატები, ხო, არ იქნება ეს ყველაფერი შეთანხმებული, ისე შეხვედრა არ შედგება, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა შეხვედრები, რომელიც უკვე მიმდინარეობს, მესამე დღე არის. ხედავთ რომ რაღაც გარკვეული პოზიტივი გამოჩნდა, ხო? და სხვათა შორის მე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებად მოусმინე და ის წინადადებებიც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აქვს და ქონდა თუნდაც სანამ დაიწყებდა 2014 წელს. დიახ, ხო? ისევ იმ პოზიციაზე არის. და როგორ ფიქრობთ, ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატები მთლიანად გააყვება ამ წინადადების თანხმობასა და ფაქტიურად შეჯერდებიან ერთმანეთში? ბატონო ტრისთან პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალ ამპულაში გიხილეთ, მინდა მიულოცოთ ტელევიზიას და უსურვო წარმატებები თქვენს ტელემაყურებელს და მადლობა მინდა გადაგიხადო მოწვევისათვის. ბატონო ტრისთან მინდა გითხრათ ერთი რაღაცა, რომ ბაიდენის ტრამპის ხელახალმა გაპრეზიდენტებამ დაიწყო ახალი ეპოქა სოფლიოში. პრაქტიკულად 1945 წლის შემდგომ სოფლიო პოლიტიკურ რუკის გადახედვა არ ყოფილა დღის წესრიგში. ტრამპის დაბრუნებამ თეთრ სახლში თქვენ გულისხმობთ იალტის შეხვედრა არა 45 წლის შემდეგ ხო? დიახ, სტალინი, ჩერჩილი და რუზველტის შემდგომ. დიახ, შემდგომ იალტის კონფერენციაზე. პოლიტიკური რუკა არ გადახედვა. დიახ. შეიქმნა გაერო, შეიქმნა რაღაცები
და ეს მოცემულობა იყო სანამ ტრამპი მეორედ არ მოვიდა საფრანგეთში. ეხლა რა ხდება? რატო ვთქვი რომ პრაქტიკულად ახალი ეპოქა იწყება? მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მარშალის გეგმის შემდგომ ევროპა დადგა ფეხს. ხო ისე არა? ევროპა იყო ანგარიშის გასაცემი ძალა. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, მაგრამ ბოლო პერიოდში და თავიდანვეც ევროპა რუსული გაზისა და იაფი საწვავის მეშვეობით ენერგორესურსებიდან გამომდინარე, მისი ეკონომიკა 3%-ით ყოველწლიურად ძლიერდებოდა და ერთი პერიოდი ამერიკის ეკონომიკასაც კი გადაუსწრო. საერთო ეკონომიკას გულისხმობ გერმანიისას. რა შეცვალა ახლა ტრამპის მოსვლამ? ტრამპს გაუმართლა ერთ რაღაცაში, რომ მან მისი პირველი საპრეზიდენტო მმართველობის დრო და ვადა ვერ გამოიყენა, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ეს გამოცდილება ეს ერთი. კი ბატონო. მან შემთხვევით მოვიდა პოლიტიკაში, ის ვერ იჯდა იმ პოლიტიკურ ელიტაში, ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში, არ შეუშვეს. ორჯერ იმპიჩმენტის სადის და ასე შემდეგ და მეორე საპრეზიდენტო ვადის არჩევის შემდგომ მან ისეთი კარგი ნაბიჯები გადადგა ამერიკისათვის პირველ რიგში. ჩვენ ახლა ჩვენ საზოგადოებას რო უსვენ ახლა ჩვენს ექსპერტებს, თუნდაც რუსეთის ექსპერტებს რო უსვენ ასე შემდეგ. ხალხო ის არის ბიზნესმენი კაცი. რა თქმა უნდა. და ის ყველაფერს უყურებს ბიზნესის კუთხით. კი ბატონო. მან მის ხალხს შეპირდა რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამერიკის ეკონომიკამ წამოვიდეს ეს ერთ. მეორეც საზოგადოებას მოდი განვმარტოთ პრეზიდენტების შეხვედრამდე რატო ხდება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. მეგობრებო, იმიტომ ხდება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომ მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტები როცა უკვე ერთმანეთს ხვდებიან, იქ ამ თემებზე არ საუბრობენ. ის უკვე იმ სამუშაო ჯგუფებში ნამუშავარი გადაწყვეტილებები მიღებულია და პრეზიდენტები ბოლოს უბრალოდ ხელს ჩამოართვევენ და ხელს მოაწერენ. რა თქმა უნდა. მანამდე ეს სამუშაო ჯგუფები აწარმოებენ იმ კოლოსალურ სამუშაოებს, რასაც ერთი ხელის მოწერით, მაგრამ პრეზიდენტები ამას არასწორად. დაუბრუნდებით თქვენს კითხვას და გეტყვით, გაყვება თუ არა ტრამპი რუსეთს? დიახ. ჩემი აზრით გაყვება. და რატო გაყვება ეს მინდა ახსნა. მე ვახსენე, რომ ტრამპი არის ბიზნესმენი. ის უყურებს ამ ყველაფერს ფულის და ბიზნესის თვალსაზრისით. ეხლა უყურე შემთხვევითი არ იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ 300 მილიარდი ცოტა ფული არ არის. 300 მილიარდი ფული დაკარგა ამერიკის ბიზნესმა რუსეთის ტერიტორიიდან გასვლის შემდგომ. კი. 300 მილიარდი ხალხო ეს ძალიან დიდი ფული. ვითომ რუსეთის ბაზარი რა ხელა. რა თქმა უნდა, პუტინმა ჩემის აზრით შესთავაზა ისეთი მომხიბვლელი წინადადებები. რა მაგალითად? მაგალითად ის, რომ დაბრუნდით ბატონო რუსეთში. ამერიკის ბიზნეს დაბრუნდეს რუსეთში. აგრეთვე ზღვაო დონბასი მაქვს რაღაც ახალი ტერიტორიები, რომელშიც ასაშენებელია. ჩადევით ფული, კაპიტალი ჩადევით, დაბრუნდით. ამით რუსეთიც იგებს, იმიტომ ის ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც მას სჭირდება ნავთობის განსახორციელებლად, ის ასაღორძინებლად ის ეხლა ბლოკადის გამო რუსეთს ეს კრიზისი აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კრიზისი აქვს. გეთანხმები. მაგრამ ეხლა უყურე ის ამერიკული ინვესტიციები რო დაბრუნდება რუსეთში, ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციები მოიხსნება და მას ცალკე რაც სჭირდება იმ ტექნოლოგიებსაც თვითონ შემოიტანს უკვე. ამიტომ ჩემი ბევრი რო არ გავაგრძელო საუბარი, ჩემის აზრით ტრამპი გაყვება, იმიტომ რომ პუტინი არის ძალიან კარგი მომრაპალკირებელი ადამიანი. ის არის ძალიან გამოცდილი უკვე სოფლიოში, ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია. დღეს სოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულიც არის. კი. და არის ძალიან პრინციპული ადამიანი. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, პუტინმა შესთავაზა ისეთი მომხიბვლელი წინადადებები ბიზნესმენის თვალში, რომ ის ყველაფერზე წავა. მაგრამ ამით ვინ იგებს? ამით იგებს ამერიკა და იგებს რუსეთი. ეხლა სად არის ევროპა? დიახ. ევროპა აღარსა და აღარ არის. ეხლა დღეს მოვისმინე მე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ
მინერალური სიმდიდრეების უკრაინასთან ასე შემდეგ. არა მარტო პოლიტიკურად ევროპა გაქრა უკრაინიდან, ეკონომიკურადაც ამოვარდა. ეხლა წარმოგიდგენიათ, როცა ევროპისა და უკრაინის პრეზიდენტის გარეშე უკრაინის ბედი წყდება. კი ბატონო. ეხლა ისმის კითხვა და დაუბრუნდებით თქვენს კითხვას. თქვენ რომ ძანეთ, რომ ჩვენი ხელისუფლების ნორმალი პოლიტიკა დიახაც. რასაც დღევანდელი ჩვენი ხელისუფლებაა. სხვათა შორის მე და თქვენც. დიახ. 3 წლის წინ კი ბატონო. ომი რო დაიწყო, მე და თქვენ არაერთხელ სხვადასხვა სტუდიებში ვიწინასწარმეტყველად თქვით, გავაანალიზეთ. ეს ანალიზი იყო. ანალიზი იყო ეს ყველაფერი. სპეციალობი და გამომდინარე. თქვენ ანალიტიკოსი ბრძანდებით, მე სამხედრო ვარ და აქედან გამომდინარე, ამის ანალიზი გავაკეთეთ ჩვენ. ვისაც არ სჭირავს ჩვენი? დიახ. ამოიღონ არქივიდან. არის მე მაგას ვარ. მე არქივები განახორციელა. აი ის, რასაც ჩვენ მე და თქვენ ანალიზს ვუკეთებთ და ვსაუბრობთ, ის ყველაფერი დიახ, ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 3 წლის განმავლობაში რა ნაბიჯებიც გადადგა, ამ ნაბიჯებმა გადაარჩინა ქართული სახელმწიფო, დიახ, საქართველო, ქართული ერი, საქართველოს ეკონომიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, მართალია. ის არის ბოლოს რო კითხვას პასუხი გავცე, ვცემ ასე, დიახ, ტრამპი გაყვება პუტინს ბოლომდის ამ მოლაპარაკებებში და მოიგებს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი წააგებს უკრაინა და ევროპა. ეხლა ბატონო ჯუმბერ, ეგ გასაგები არის, თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ეს ყველაფერი ფაქტიურად. ეხლა თავიდანაც უკვე ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულება ტრამპმა გამოხატა უკრაინასა მიმართებაში და ევროპასა მიმართებაში, ხო? მე ეს ჩვენც ვიცოდით და რატომ იცი? იმ თავიდან ტრამპი, როდესაც უკვე რომელსაც წააგო საპრეზიდენტო, კი არ წააგო, წააგებინეს. ხო, მოპარეს არჩევნები და არც მოხდა ხო კარგად ვიცით, ხო? იმ თავიდან უკვე არათუ მარტო ბაიდენი ებრძოდა თავისი ადმინისტრაციის ტრამპს, არამედ თვითონ უკრაინის ხელისუფლება, მთელი ევროპა, ხო? ბრიტანეთი, ეს ის რომ იყო თვანდაუარსნელი ეს ჯონსონი, ხო? ესენი ხომ მთლიანად ასე შერწყმულად იყვნენ პირდაპირ ტრამპის წინააღმდეგ, ხო მოქმედებდნენ, ხო? და ეს გინდა არ გინდა, ხო? ეს ევროპა ისეთ ევროპის ლიდერებმა, ამ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელმა ლიდერებმა ისეთი ნაბიჯი გადადგეს ტრამპის წინააღმდეგ, ხო? ეს მარტო პიროვნული კი არ იყო. ეს იყო მთლიანად მთელი სოფლიოს სამყაროს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ხო? შეთქმულება იყო ერთგვარი სოფლიოს წინააღმდეგ, ხო? ხო. და ამიტომ ახლა ტრამპი რომ ამას გააკეთებს და ამ ნაბიჯებს გადადგამს იმისათვის, რომ თვითონ ევროპასაც აუწიოს ყურები. და კარგად აუწიოს ყურები. არა, უკვე აუწია იმ. ხო, არა, კიდევ უფრო კარგად უნდა აუწიოს. ეხლა რატომ უკრაინის გარეშე მიდის შეხვედრებიო, ხო? და გამოდის ეხლა უკრაინის ისა პრეზიდენტი, რომელიც არალეგიტიმური პრეზიდენტია. სინამდვილეში ეხლა სწორიც არის ისა ამერიკის შეერთებული შტატებიც და რუსეთიც. ვის უნდა ესაუბროს? არა, პრეზიდენტმა მან ტრამპმა უთხრა რატომ არ მიიწვიეს? უთხრა პირდაპირ რომ კაცო 3 წელი იქ იყავი. ხო. ვერაფერი ვერ გააკეთე, არც გიცნია მშვიდობა და ეხლა რატომ მოგიწვიო, როცა ჩემს გარეშე მშვიდობა არ დავყარდება? კი ბატონო, ამის გარდა პუტინმა დააყენა საკითხი ეს. ვის ვსაუბროთ? არალეგიტიმურ იმას, ხო, პრეზიდენტს და პარლამენტს, ხო? ხო. ამიტომ ნახეთ რას ამბობენ ახლა ესენი. ჯერ ჩატარდეს არჩევნები მაშინ უკრაინაში, ტრამპიც ამას ამბობს. ჩატარდეს არჩევნები და ავირჩიოთ პრეზიდენტი, ხო? პრეზიდენტი, რომელიც იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელსაც უკვე პასუხისმგებლობა ექნება, რომ დოკუმენტზე, რომელზეც მოაჭრეს ხელს, ხო? და ახლა უკრაინა რას აცხადებს? ხო, არავითარ შემთხვევაშიო. არ გვინა ჩვენ არჩევნებიო, რადგან ის გამოვიდა სპიკერი და ჩვენო არ გვჭირდება ბიულეტინები, ჩვენ გვჭირდება ტყვიებიო. ანუ ომის გაგრძელება. ომის გაგრძელება იმიტომ ჭირდებათ მათ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ამ ფული და ძალაუფლების შენარჩუნება, ახლა თქვენ წარმოედგინეთ, ბატონო ჯუმბერ, არჩევნები რომ ჩატარდება უკრაინაში ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში 4% აქვს ტრამპის სიტყვას ვენდობ 4% ზელენსკი. ეხლა რამდენად ეხლა უკვე საფრთხის წინაშე დგას უკრაინაში არჩევნების ჩატარების იდეა და ეს მთელი ეს პროცესი. მოდი ხაზი მინდა გავსვა გუშინდელ განცხადებას, რაც ტრამპმა გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტი იმდენად გათავხედა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი რჩევიდა არ შეხვდა. და ადმინისტრაციის უბრალოდ თქვა დაღლილია ძინავს რა. ნუ ეხლა იცით რა არის ეს უკვე ნუ ახლა თავხედობაზე უფრო თავხედობა რბილი ნათქვამია. ტრამპმა თქვა პირდაპირ
2 დღის წინ რომ ზელენსკიმ 350 მილიარდი მოითხოვა რომ ამ ომში წასულიყო რა. და ამ ნახე ისა ფული სად არისო რა გითხრას აღიარაო რომ ჩემამდე ამდენი არ მოსულა მაგრამ საწავიდა. თქმა დაასაბუთოს. და ზელენსკისო რა თქმა უნდა არ სურსო. მშვიდობა და ომის დასრულება იმიტომ რომ ეს ფულის მატარებელი არ გაჩერდესო. მაგრამ ეს მატარებელი გაჩერდებაო. კი. თუ არ ჩატარდება არჩევნები. უკრაინაში არჩევნები ჩატარდება. უკრაინაში არჩევნები ჩატარდება და ამას პირდაპირ ევროპაც მოთხოვს, მაგრამ საჯაროდ არა. უნებრივია საჯაროდ. ევროპა ჯერ არ არის მაგ პოზიციაზე. საჯაროდ არ მოთხოვ. ბატონო ტრისტან. მე და თქვენ კულისებში რაღაცა რო ვისაუბროთ, საჯაროდ არ ვსაუბრობთ. კი ბატონო, კი მართალია. ეს პოლიტიკაშიც ასე ხდება. რა თქმა უნდა, კი ესეა, გეთანხმებით. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ევროპა დღეს არის როგორ მდგომარეობაში, იცი, გაჭირებული ხავს ეკიდება. აღარც აქეთ რუსეთი ხავს? ვეღარც იგივე. ამერიკა აღარ აყავს. მისი უკვე აღარაფერი არ აქვს. ბიზნესი ხო კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქარხნები იხურება. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე რბილად შეარბილა ნათქვამი, რომ კი ჩვენ მშვიდობაზე უნდა ვისაუბროთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ინგლისის პრემიერი და საფრანგეთის ის მიემგზავრებიან ტრამპს უნდა შეხვდა, რომ მშვიდობის დამყარების შემდგომ ჩვენ რა ევროპის ჯარი ჩადგეს უკრაინაში. დღეს პესკოვი გამოვიდა პრეზიდენტ პუტინის პრესსამსახურის გამზრდელად, თქვენ რავად ხო არ ახართ და გუში ლავროვს რო დავუშვეს შეკითხვა გაეცინა და ასეთ რუსულად ქართულად გადურა ერთი გაბედონო რა, უბრალოდ გაბედონო ევროპის ჯარი შემოვიდეს უკრაინაში, გაბედონო რა. სასაცილოდ იცი რა იქ სადაც ანგელა მერკელი კანცლერი იყო, იქ სადაც ჩერჩილი იყო, იმ ხალხის მერე რომ ასეთი ლიდერები მოევლინა ევროპას, თავიდანვე ვთქვი, რომ ევროპის საქმე უკვე იცი რა, მერკელი კბილებით იკავებდა, იჭერდა კბილებით, იჭერდა მშვიდობას ევროპას, რუსეთს და ამერიკას შორის. ეს ხო უძლიერესი ქალი, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ჩემი სიტყვები, მაგრამ ის იყო ძლიერი პოლიტიკოსი და მან შეეძლო შეენარჩუნებია მისი მმართველობის პერიოდში ევროპაში მშვიდობა. დღეს ევროპაში უკვე ევროპა აღარ არსებობს, არის უძლური ხალხს ჩამოკიდებული, გაჭირვებული ტიპები, მოდიში ამ სიტყვისათვის და დაუბრუნდები თქვენს კითხვას და მე გეტყვით რა უკრაინაში არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება. აუცილებლად ჩატარდება. ხო, აქ მე მინდა ვთქვა. ახლა ზელენსკი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. რადაში უმრავლესობა აღარ აქვს. კი ბატონო. მას აქვს თვითონ კანონი მიღებული, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვერ დაждდება მოსალაპარაკებლად რუსეთის პრეზიდენტთან. ეს კან კონსტიტუციაში აქვს ცვლილება შეტანილი. მას აღარ აქვს უფლება რომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანოს, უმრავლესობა აღარ აქვს. მას პუტინმა თქვა არალეგიტიმური, იმიტომ რომ მას კონსტიტუცია აუგზავნოს მოლაპარაკება განახორციელოს პუტინთან. ეს რა გამოდის, თუ პუტინს არ დაელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტი, აბა ვის უნდა რა თქმა უნდა დაელაპარაკოს ამერიკას, ხო? მისი თავი ხაფანგში მან მოაქცია. თვითონვე მისი სასიკვდილო ტყვია მან თვითონ გამოჩნდა. იმიტომ რომ ზელენსკი პოლიტიკოსი არ არის, ეს იყო ერთ-ერთი კლოუნი ვიღაცა ტრამპა შოუმენი ჯამბაზი და მოიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებო პრეზიდენტად. იმისათვის რომ რაც ხდება დღეს უკრაინაში, ეს თავიდან ბოლომდე უნდა დაგვირგვინებულიყო იმ მიმართულებით, რა მიმართულებას დაუშვათ აწყობდა ბაიდენსა და ამ ლიბერალებს, ხო? შინ ტრამპა თქვა? ხო. არ შემდგარმა კლოუნმა? კი ბატონო. და ტრამპას ფათაშორის გააკეთა განცხადება, ამის ხმამაღლა გააკეთა განცხადება. უკრაინაში ომის თავიდან აცლება შეიძლებოდაო. რა თქმა უნდა. და ხაზი გაუსვა პირდაპირ. და არ უნდა დაგეწყოთო. ხაზი გაუსვა პირდაპირ რას? იმას ასაც ითხოვს პუტინი, ხო? ითხოვდა პუტინი, რომ არ მინდა მე წვიწი ნატოს ჯარების ისა არ გაანებეთ თავი ამას. ხო, ამას ამბობდა პუტინი, რომ მე მომეცით გარანტიაო. დოკუმენტი მომეცით იმის, რომ უკრაინაში ნატოს ჯარები არ ჩადგებაო, ხო? ამაზე გავაფორმოთ ჩვენ ხელშეკრულებაო. იმიტომ რომ თქვენ ერთხელ მომატყუილეთ, ორჯერ მომატყუილეთ, სამჯერ მომატყუილეთ, ხო? ამიტომ იძულებული გახდა უკვე რომ დაინახა პუტინმა ბატონო ჯუბერ, ნახე რა ხდებოდა უკვე უკრაინაში სანამ 2014 წინა, როდესაც უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში დაიწყეს სამხედრო მოქმედებები იყო, რაც მოხდა. მაიდანის სამხედრო მოქმედება იყო, ხო, შემდგომ დონეცკის, ლუგანსკის მიმართულებაც და ეს რა დაიწყო. ამავდროულად მათმა დაიწყეს უკვე სამხედრო ბაზების, ამერიკული სამხედრო ბაზების და აეროდრომების აშენება ახლოს რუსეთის საზღვართან, ხო? ამას ახლა როგორ შეიძლება შენ უყურებ 7 თვალით, ხო?
ხა სოფლიოს თხოვარ მოგვისმინეთ ჩვენო რა. კი ბატონო. რუსეთს მოგვისმინეთ თუ რა. თუ მე გვიანი იქნება. 2012 წელს კაცმა გააფრთხილა რა. გააფრთხილა და თხოვა რომ მოგვისმინეთ ჩვენც. რუსეთს უნდა მოусმინოთ და ანგარიში უნდა გააუწიოთ, თორემ მე გვიანი იქნება რა. ჯერ კიდე 2012 წელს გააფრთხილა ამ კაცმა რა. ახალი მოსული იყო 4 წლის მოსული იყო პირველი საპრეზიდენტო მმართველობა იყო მისი და კაცურად გამოვიდა და კგბ-შნიკი ეძახით და ისო ეძახია უძლიერესი იყო იმ 4 წელიწადში შეიქმნა კარგ პრეზიდენტად და თქვა რომ ჩვენ ვალდებული ხართ მოგვისმინოთ არ მოусმინეს და ვინ მოიგო ისე ევროპამ წააგო ეს ერთ მეორეც ახლა უყურე შეხედე ტრამპმა გუშინ ისიც თქვა რომ რუსეთს უფრო ძლიერი პოზიციები აქვს მოლაპარაკებებში კი მაგას მომლაცხადებს მე ჩემი ძალიან ბევრს ვფიქრობ ეს ბოლო პერიოდში და მე არ გამოურიცხავ ნატო დაუბრუნდეს 1997 წლის ფარგლებს. მე ამას არ გამოურიცხავ. გეთანხმებით, იმიტომ რომ აი მაგეთებით ის ყველაფერი უკვე. მე არ გამოურიცხავ პუტინმა ერთ-ერთი თემა დადოს და ტრამპს მოთხოვოს რომ ნატო მოექცეს იმ საზღვრებში, რა საზღვრებიც იყო 97 წლამდე. ანუ გარბაჩოვის დროს შეთანხმება, რომელიც მოხდა და ნატო არ გაფარდოვდებოდა ყოფილ საზღვარგარეთ ქვეყნებში. ეხლა უყურე, პრესკომმა განაცხადა 2 დღის წინ, რომ მე ვერ ხედავ ევროპელი ლიდერების სიტყვის ფასს. 2014 წელს იანუკოვიჩთან ჩვენი ჩართულობითო საგამოსო მოეწერა ხელშეკრულებას ყველაფერი ევროპელების გარანტიითო და დილითო ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდი დაასრულა. ევროპელმა ლიდერებმა გაგვიცხადებს ესო პოლიტიკაში მოსულია. ეხლაო ჩვენო ევროპელების სიტყვას ვერ ვენდობითო რა და ტრამპის სიტყვას ჩვენ ვენდობით ბატონებო. მოდი ასე ვთქვათ, ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ, ევროპამ თავისი სასიკვდილო ტყვია მან თვითონ გამოიწერა. არა სწორი პოლიტიკური საზოგადოება ვერ გააკეთა სწორი პოლიტიკური არჩევანი. როგორც ჩვენ 2004-ში ვერ გავაკეთეთ სწორი პოლიტიკური არჩევანი და ავირჩიეთ სააგაშვილი. ასეთი შეცდომები დაუშვეს. მე სხვათა შორის 2012 წლის დეკემბერში ვიყავი უკრაინაში, ხარკოვში. მაშინ მიმდინარეობდა ეს პროცესები. კი. და იქ ახლა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ისეთი საზოგადოება, მაგრამ იმ საზოგადოებას უკრაინის ის ხარკოვში ეთქმოდა თავის სიტყვა და მე თხოვე პირდაპირ სიტყვით ან გამგების ვუთხარი რომ ნუ გაიმეორებთ ჩვენ შეცდომას მეთქი რა. ნუ გაიმეორებთ ჩვენ 9 წელი იმ შეცდომის მსხვერპლი ვართ მეთქი და თქვენ ნუ გაიმეორებთ მეთქი რომ ამერიკას სიკეთე არავისთვის არ მოუტანია და არ თქვენ არ მოგიტანს და იცოდეთ მეთქი რა. 2012 წლის ეს იყო 16 დეკემბერი ქალაქ ხარკოვში. იქ ჩემს ამეგობროს რომელიც იმ ქალაქში სიტყვა ეთქვა და მართლა ვთხოვე არა ჭიქაჭიქის დროს არა ვირადა საუბრები შეხვედრის დროს ვთხოვე და აუხსენი სიტუაცია განუმარტე მაგრამ ის საზოგადოება დაბრმავებული იყო ისევ ის ჩემი სამეგობრო დაბრმავებული იყო და ეხლა ყველა გერმანიაში ცხოვრობს ის ჩემი სამეგობრო ყველა გაქცეულები აქედან ყველა იმათ მათი საქმე გააკეთეს ფული ჩაედე ჭიპში და ეხლა გერმანიაში ცხოვრობს ეს არის სამშობლოს ღალატი ბატონო ჯობერტ თქვენ ახსენეთ ახლა შეფასებების დროს ევროპამ დააყენა საკითხი ევროპული ჯარების შექმნის შესახებ და უკრაინაში, ესე იგი, სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ტრამპმა გააკეთა განცხადება, როდესაც ეს კი მართალი მაკრონმა დააყენა ეს წინადადება და ახლა მაკრონი რომ ამას იტყვის, ესე იგი, გასაგები არის, რომ იქ რაღაც გარკვეული ევროპელი ლიდერებთანაც არის რაღაც გარკვეული უკვე კომუნიკაციები ამასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ტრამპმა განმარტა. და ტრამპის ადმინისტრაციამ. იმ შემთხვევაშიო, თუ ევროპაო თავის ჯარებს შეიყვანს უკრაინის ტერიტორიაზეო, აქ უკვე ნატოს მეხუთე მუხლი არ იმუშავებსო. არ იმუშავებსო. არ ეგონოსო, მაგათო რომ ესე იგი ისინიო ამ რაღაც თავისი გაურკვეველი პროვოკაციული გეგმიდან გამომდინარე ნატოს ჩაითრევენ ამ ომშიო. ეს თქვა პირდაპირ ამ ადამიანს. ტრამპა ისიც თქვა რომ მე პუტინს კარგად ვიცნობ. ხო, კი. და ახლა ნახეთ რა ხდება. ახლა თქვენ მართალი ბრძანეთ. ახლა თვითონ ევროპამ
განაჩენი თავის თავს თვითონ გამოუტანა, ხო? ყველა მიმართულებით, როგორც პოლიტიკურად, ასე ეკონომიურად ხო მთლიანად, ესე იგი, ფაქტიურად თვითონ გაანადგურეს. რომ ეგონათ, რომ რუსეთს ისინი ამ სანქციებით ეკონომიურად მოკლედ გააჩანაგებდნენ, ფაქტიურად რუსეთში შეიქნებოდა ქაოსური მდგომარეობა და რუსეთში იქნებოდა ეკონომიური კოლაფსი, პირიქით მოხდა ეს ყველაფერი, პირიქით რუსეთმა, აი სწორედ ინვესტიციების გასვლამ რუსეთიდან თავისი საამუშაო, ეკონომიკა წამოწია. ამის გარდა კიდევ ნახე რა ხდება, ამის გარდა მე ეხლა სამხედრო კუთხით შევხედა, როგორც სამხედრო სპეციალისტი, ხო? რუსეთში ყველა დაკონსერვებული სამხედრო სამრეწველო ქარხნები და ყველა შეჩერებული სამხედრო, ესე იგი, წარმოება, რომელიც თავის დროზე იქნა სიბირში დაჟე. ხო, იქა, აი, ყველა მოქმედა, აბსოლუტურად. ყველა მოქმედა და ფაქტის სახელზე არის მათ შორის არეშნიკი, რომელიც ადრე იყო ეს, ადრე შექმნილი და ისეთი სწრაფი ტემპით დაიწყო ამ ყველაფერმა მოქმედება. უკვე შედეგი დადო, ხო ამ რაკეტამ. ეხლა მას ამბობს პუტინი, ეს სადა ეს არაფერია კიდევ რა. იმ არეშნიკთან დაკავშირებით. კიდევ უფრო ახალი გვეხოდა. თქვენ წარმოვიდგინეთ, ეს ისეთი ტიპის თანამედროვე ტიპის რაკეტა არის. იმაში წამში 3 კილომეტრს გადის. ხო, წამში 3 კილომეტრს გადის. იქ 10 წუთი არის გერმანიიდან, 15 წუთი არის ბრიტანეთიდან და ასე შემდგომ, ხო? და ვერც ერთი რადიოლოკაციური სადგური მას ვერ იჭერს. ვერ იჭერს. ბოდიში ბატონ ტრისტან მინდა გაგახსენო. დიახ. თვენახევრის წინ პუტინმა როგორ დასცინა ამერიკას. კი. გახსოვთ? როგორ არა. კაროჩო, კიევში ერთი ტერიტორია გამომიყევითო. ხო. დააყენეთო იქ თქვენი ყველა თავდაცვითი მექანიზმიო რა. საჰაეროთათო სისტემებიო. ყველაფერიო, რაც გადაჩინია თელი და რადიოლოკაციური სადგურებია. ყველა ქვეყნის გაერთიანებული. მე ვისურვიო. ხო. და ნახოთო, შედეგი რა გექნებოდო. კი ბატონო. და მეორე დღეს ევროპული პრესა გასუსული იყო. ხმას ვერ იღებდა. ეს იყო დაცინვა. კი. და სიტყვაში მინდა დაგეცილოთ და ბოდიში მოგიხადოთ და გიგითხრათ. 2023-ში რაღაც პირად საქმეებზე მოსკოვში გადავფრინდი. 2004-ში, ბოდიში, სავიზო რეჟიმები რომ ეს. იქ დაამგზავრა ორი ქუთაისელი კარგი ხალხი, რომელიც ურალში მუშაობენ ალუმინის ქარხანაში. და კამპანიის პერიოდში ქონდა ბედინა მესაუბრა რა, წლები წინ იქ ცხოვრობ. აბსოლუტურად რაც თუ კინას შეეხებოდა და ქარხნები იყო ყველა არის სამხედროზე გადასული და სამცულაზე მუშაობენ ბატონო. სამცულაზე მუშაობენ. ევროპელები ახლა რომ ამბობენ რომ ჩვენ უნდა მომზადოთ რუსეთთან ომისათვისო ეს ლოგიკასთან ახლოს არის, იმიტომ რომ ისეთ შეიარაღებას უკვე აკეთებს რუსეთს და იცით რა არის? ამერიკის შეერთებული შტატები შეიარაღების კუთხით ვერასოდეს ვერ უჭებდა რუსეთს. რუსეთის შეიარაღება ყოველთვის პირველ პლანზე იყო და პირველი იყო და ასე შემდეგ. კი. მაგრამ მოდი ერთი კითხვა მინდა დაგესვათ როგორც გენერალს. როგორც სამხედრო. დამისახელი ერთი შემთხვევა რუსეთმა ვის დაესხა თავს? არავის. ერთი შემთხვევა ამდენ წელს განმავლობაში სულ ომობს ეს ხალხი, ხო? ვის დაესხა თავს? ეხლა ეტყვიან საქართველოს, მაგრამ საქართველოს რუსეთი თავს არ დასხმია. საქართველოს რუსეთი კი არ დაესხა თავს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარგად ორგანიზებულად მოახდინეს პროვოცირება როგორც აფხაზეთის ისე სამაჩაბლოს ომის. მაშინ. და 2008-ში 2008-ში კიდე სააკაშვილი მათი რუსებს რომ ნათქვამი სუკინსინ, ნუ მაის სუკინსინ ესე გამოიწვა რა. კი. შობელძაღლია, მაგრამ ჩემი შობელძაღლია ესე მათი ლეკვი იყო და მათი მრჩეველები კი იმ ფერატკანიანმა მანდილოსანმა კითხვა ჩვენ გავაფრთხილეთ რომ არ წამოგებოდა. ყვილი კაცო რა გააფრთხილა? არაფერი გაუფრთხილებია. პირიქით ჩამოვიდა წააქეზა. ვიდი ჩვენ აქ ავართო. ეხლა უყურე ტრამპის მოსლამ როგორ გადააჭინა ჩვენ მეგობარი ქვეყანა სომხები. რომ საქართველოში ვერ გამოვიდათ ის მესამე ფრონტის გახსნა რუსეთთან უნდა ჩერა სომხეთში გაეღვივებიათ ეს პროცესი რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განმეორებით კი ბატონო ძლიერი შეტაკებები მომხდარიყო რომ აი მესამე ფრონტი გახსნოდა რუსეთს და აქცენტი ყოფილიყო რუსეთის იქით მაგრამ ტრამპის მოსვლა ახლა სომხეთში უნდა ზეიმობდნენ შეაჩერა პროცესი რა თქმა უნდა შეაჩერა ევროპის ეს ნაბიჯები შეაჩერა ევროპა უკვე მზად იყო ინგლისი და საფრანგეთი ხო იმის პროექტია სოროსის პროექტია კაცო კი ბატონო არის სოროსის პროექტია მაგრამ დღეს თქვა რომ იგივე რა ქვია
შეიძლებაო პარლამენტმაო არ დაუშვასო ჩვენი ევროპარლამენტში ევროკავშირში. ხო. ნუ ეხლა იცი რა არის ეხლა უკვე შეხედა მან შექმნილ სიტუაციას მსოფლიოში, გასიმს არათუ მარტო კავკასიაში, არამედ მსოფლიოში. კავკასიაში კიდევ აქ სხვა რეალობაა და სხვა მდგომარეობა არის. სომხები ჩვენი მეგობარი, ჩვენი მეზობელი ქვეყანა არის და სხვას თუ არა, მათ მაინც უნდა ესწავლოთ ჩვენ შეცდომებს. კი. ბიჭო, ამბობენ რომ ჭკვიანიერია, ჭეჭვი არ მეპარება რომ ჭკვიანიერი, მაგრამ ჭკვიანიერი თუ ხარ, აგერ შენი მოძმე ერი რა შეცდომებიც უშვებდა და რა შეცდომებიც დაუშვა, ნუ გაიმიორებ იმას. აბა 33 წელია გვატყურებს ეს ევროპა, შევარნაძემ თქვა გენიალური ფრაზები. აბა ბიჭო. გრიპი არ დაგვემართოს, არ ის არის რა, სპაზიაში გავართ კაცო. ხო, ორ პირში მზივართო და სულ იძაღით კარიღია და ორ პირში მზივარ და გრიპი არ დაგვემართოს, არ გამცივდეთო, იმის არის 33-34 წელი გვატყუებს ეს ხალხი. 34 წლის განმავლობაში ერთ წელზე ასე გვატარებენ და მადლობა ბატონო ბიძინა ივანიშვილს მართლა რომელიც გაარღვია რა და ყველას თავის სიტყვა, ყველას თავის სახელი დაარქვა. ის ჯადოსნური წრე გაარღვია, მინდა აქვე აღვნიშნო, მე არა ვარ ოცნების მომხრე, არა ვარ ოცნების პარტიის წევრი, რა თქმა უნდა არა ვარ მტერი. თუ იმაზე უკეთესი ვინმე გამოჩნდება, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, კი ბატონო. კი ბატონო, ეგრევე დაუჭერ იმას ხარს. მაგრამ ამ ეტაპზე როცა მეკითხები, რატო უჭერ ოცნებას ხარსო? ბიჭო, დამანახე უკეთესი. უკეთესი განახე. ძალიან განათლებული ბებე ამყავდა. აჰა. 2020-ში გარდამეცვალა და დღესაც მე ვასწავლე სულ. იმის ტკივილი მომყვება და ის მეტყოდა ხოლმე რომ შვილო სწორი ჯოხის ნახვა, ჯოხი ხო იცი რა? კი. სწორი ჯოხის ნახვამდისო, მრუდე ჯოხი არ უნდა გადააგდო. მე შეიძლება ქართული ოცნების რაღაც განსაკუთრებით პირდაპირ საკადრო პოლიტიკა არ მომწონს. ნუ გასაგებია. მაგრამ მისი საგარეო პოლიტიკა ჩემთვის მისაღებია. იდეალურია. ეს არის ჩემთვის მისაღები, იმიტომ რომ მე და თქვენ 90-იანი წლები გვა გამოვლილი. აგვაცილა მობედურებას. დიახ, რა თქმა უნდა და ამის არ დანახვა. ამის არ დანახვა არის არაკაცი. გეთანხმები, სულ არაკაცი ვერასოდეს ვერ გავხდები. გეთანხმები ბატონო ჯუბერ, გეთანხმებით, იმიტომ რომ თქვენ სხვანაირად ვერ მოიქცევოდით. თქვენ მოდიხართ ისეთი ცხოვრებიდან და ისეთი ცხოვრების გზები გაქვთ გავლილი, ხო? ამ შემთხვევაში რასაც ოცნება აკეთებს ახლა, ხო? მაგჭი ჩვენ უნდა ვიყოთ სულით კეთესად ვინმე ვერ გააკეთებს. სულით მახენჯი ადამიანები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ეს არ შევაფასოთ და არ დავაფასოთ. მეც რომ ხელისუფლებაში ყოფილიყავი. დიახ. პირადად ვერ გავაკეთე. ხო, მოდი ახლა ჩვენ დაუბრუნდეთ ახლა ისევ ამ ევროპის და მაკრონის ამ პროვოკაციულ, მე მგონი ეს უფრო პროვოკაციული განცხადება იყო და უფრო მეტად ეს კიდევ მცდელობა იყო ევროპისა და ამ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერების იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც ესე იგი მათ უნდათ რომ ეს რაღაც გაერთიანებული ჯარები შეიყვანონ უკრაინაში და ამის საფუძველზე დაიწყოს უკვე მესამე მსოფლიო ომი. ეს თქვა ტრამპმა. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპმა კი განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი ახლოს არის, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება. მოდი მე არ მაქვს მაგის შიში, იმიტომ რომ ევროპის გაერთიანებული ჯარი ვერ შეიქმნება. ვერასოდეს ინგლისელი და გერმანელი ხალხი საერთო ენას ვერ გამონახა. ესენი ოდითგანვე ქვეცნობიერად ტრობენ ერთმანეთს. კი ბატონო, კი, ისტორიულად აქედან გამომდინარე ინგლისი და გერმანია შორის ეს მომ ვერასოდეს ვერ შედგება და ერთიანი ჯარი ვერ შედგება. ეს ერთ. მეორეც შოლცი წარსულია უკვე 23 თებერვალს არის თუ არ ვცდები ახლა. ფაქტობრივად მან წააგო უკვე. წააგო. არჩევნები 23-ში თუ არ ვცდები. კი, და წააგო უკვე მან ფაქტობრივად. ძალიან ცუდად აქვს საქმე. ეხლა გერმანიაში ხელისუფლების ცვლა ძალიან დიდ როლს ითამაშებს ევროპის შემდგომ სტრუქტურაზე, გამიგე? ეხლა უყურე, თუ ის ქალბატონი მოვიდა, რომელსაც ეხლა გამარჯვების შანსი აქვს, ამ შემთხვევაში ევროპა მაინც გერმანიაზეა ჩამოკიდებული. რა თქმა უნდა. მოდი ეს პირდაპირ თქვა, მომწონს არ მომწონს, ეს ასე გერმანიაზე ჩამოკიდებული. აქედან გამომდინარე, თუ ეს ქალბატონი მოვიდა ეხლა ხელისუფლებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, თუ არა უკვე მოვა, შანსებია, დიდი შანსებია. რა თქმა უნდა, ის არის ილონ მასკის ხელდასმული პოლიტიკოსი, ხარდამჭერი და მისი იდეოლოგიის გამტარებელი, კონსერვატორულად მოაზროვნე. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, კვლავ გერმანია აიღებს ლიდერობის ფუნქციას ევროპაში და ის ევროპა აღარ იქნება, რაც ახლა
ხელმოწერილი პოლიტიკოსების ხელში იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები ეს არის ცარიელი სიტყვები რა, უბრალოდ გაქნეული სიტყვები თითქოს ჰაერზე გაქნეული, აი ტრამპს თუ არ უნდა ჩვენ ბიჭო 8 წუთი სჭირდება მოსკოვიდან რომ ისროლო მარტო ინგლისში რომ 3 ბომბა ჩააგდო სანაპიროზე всё ინგლისი აღარ იოს სამთავროთა გეთქი კი ბატონო ხო და ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ეხლა თქვენ ჩემზე გამოცდილი სამხედრო ბრძანდებით და გენერალური ბრძანდებით ეხლა როგორ ფიქრობთ ეხლა გერმანიაში კი სათავეში სულელები არიან, მაგრამ იქ სისტემა არის, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ იმ სისტემაში არის ჭკვიანი ხალხი, რომელიც იტყვიან, თქვენ თავში ხო არ უბერავთ რა ის რუსეთს, ქვეყანას რუსეთს ომი არ წაუგია არსებობის განმავლობაში. არ არსებობს, არ არსებობს რა. და არც არავის თავს დასხმია. სულ მას ესხმოდნენ თავს და ეხლა მინდა გავიხსენო, პუტინმა პირდაპირ ღიად განაცხადა, რომ მე რო არ დავიწყო 22-ში 23-ში ისინი აპირებდნენ ჩემს თავდასხმას. კი, უკვე მარიუპოლის ბრიგადა ეწოდა მოქმედებას. მე თქვენ რომ აი პუტინის რატო გჯერა? კაცო პუტინის იმითომ ჯერა რაც თქვა, აგერ ისა ტრამპი აცხადებს ასე იყო. ზუსტად ამბობს, ერთ-ერთი. უდასტურებს, ხო? რაც თქვა. ტრამპი მაგას ადასტურებს პირდაპირ. კი, ყველაფერს უდასტურებს და აბა ვის დავიჯერო? ეხლა რატო არ უნდა დავიჯერო, ვერ გიგე? და ეხლა ხაზი მინდა გავუსვიოთ რაღაცას. ხალხო რატო გინდათ რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსთვის იყოს კარგი? ის საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი და საკუთარი ხალხისთვის უნდა იყოს კარგი. კი ბატონო. შენ თუ დაანაღებრო შენ მეგობარ სხვათა შორის პუტინმა ბოლო პერიოდში პოლიტიკა დახვეწა. და რას გულისხმობ მე ამაში, იცი? ძალისმიერი მეთოდით აღარ ელაპარაკებ არავის. არა, ეს ძალიან მან გაიგო ერთი რაღაცა რომ მეგობრული ურთიერთობებით უფრო მეც აღწევს, ვიდრე იარაღით. კი ბატონო. ასე რომ ეხლა კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან მაგალითად. მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანს ჩვენს პატარა მაგრამ კარგი ურთიერთობა. ანუ მან უკვე დანერგა რუსეთში ეს პრინციპი, რომ მე კი ვარ დიდი, მე ანგარიში გამიწიე, მაგრამ მე ამავე დროს მეგობრობაც შემიძლია. ეს ჩვენთვის კარგია. სხვათა შორის ბატონო ჯუმერ მოპატიზე შეგაწყვეტინებ და გუშინ გააკეთა ლარომა განცხადება და პირდაპირ ღიათა თქვა. საქართველოსვისო კარი ღია არისო და ის სკამიო თავისუფალი არისო, რომელიც სკამდა საქართველოს წარმომადგენელი უნდა იყოს 3+3 ფორმატშიო. დღემდე წარმოვიდგინეთ თქვენ მე რამდენად აკეთებს უკვე ამ განცხადებას რუსული ეს ხო ლავროვის ის არ არის ეს ხო პირდაპირ პუტინის ის არის პუტინის სიტყვებს ამბობს ხო ამავდროულად ეხლა ამ ბოლო დროს ძალიან პოზიტიური ის წამოვიდა რუსეთის მხრიდან ხო რაღაც განცხადებებთან დაკავშირებით ხო საქართველოს მიმართებაში ხო არის რაღაც მინიშნებები არის ხო ეს არ იყო ადრე ხო უფრო ეხლა დღეს რაღაცნაირად უფრო გამოიკვეთე ეს ყველაფერი ეხლა ნახეთ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში ტრამპთან დაიწყო უკვე რუსეთთან დალაგება დაიწყო რუსეთთან დალაგება თქვენ სწორადაც აღნიშნეთ ტრამპი უყურეს პირდაპირ ამას ეკონომიკური ეკონომიკა მართავს ყველაფერს აბა ის არის ბიზნესმენი ხო ტრამპა როგორც კი შეიცვალა ამერიკაში უკვე ეს პოლიტიკური ელიტა და ჩამოცილდა ეს ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის უკვე მართლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოვიდა კონსერვატიული ძალები ხო ამ კონსერვატიულმა ძალებმა პირდაპირ დაიწყოს უკვე პირდაპირ დიალოგი დაიწყოს რუსეთთან და არა შუამავლობით ამით ხო როგორც ახლა ჩვენ გვიკეთებდნენ და ასე მასავით გვაგვაპულაებდნენ ხო პირდაპირ დიალოგი და პირდაპირ თქვა ამგასო რომ მე პირდაპირ ვესაუბრები პუტინს და პუტინი არის გონივრული პოლიტიკოსი და კარგად ვიცნობ მე მას. და კარგად ვიცნობ მე მასო, ხო? და ის სწორედ რას მისთვის არის სასარგებლო ეკონომიკური კუთხე დააყენა პირდაპირ მან, ხო? რა თქმა უნდა. ანუ შეხვედრაზე პუტინმა მინ გაუშვა. ხო, კი ბატონო. ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი. ანუ ეხლა თქვენ ძანეთ რომ ევროპაშიც ძალიან მალე შეიცვლება ყველაფერი აბსოლუტურად და ეს იდეოლოგიის მატერებელი ესენი ლიდერები ჩამოცილდებიან ხო ევროპას ახლა ის გერმანიაში არჩევნები ჩატარდებოდა მართალი ბრძანება ის კანტონი გაიმარჯვეს ამავდროულად რუმინეთში ეხლა ის იმარჯვებს და პირველად ხვეცით ხო რო სოროს დავასამარებ ხო ანუ იგივე პროცესები დაიწყება ევროპაში და ეტაპობრივად დაიწყება დალაგება უკვე მთელ აი ამ ევროპის მთელ აი შემოგარენში. ბატონო გადაცემის დაწყების თანაბე მე ვთქვი ახალი ეპოქა. დიახ. ახალი ეპოქა იწყება მეთქი და არ გამომარტე რას გულისხმობ. 33 წლიანმა ლიბერალისტურმა მიდგომებმა მოჭამა საკუთარი თავი შეჭამა ჩაიფერფლა უკვე და ისტორია მეორდება უკვე კონსერვატულად მოაზროვნე ადამიანების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
გამომდინარე მოქმედი ხელისუფლებების დაბრუნების დროში. მოდი პირდაპირ იცი რა სტალინმა თქვა და პირდაპირ ბეჭედი დაუსვა, გაიგე? აი ეს ხო სტალინის დამსახურება იყო ყველაფერი. კი, მან თქვა, რომ ჩვენი პირველი მტერი არც ამერიკა არის, არც ევროპა. ლიბერალიზმია ჩვენი პირველი მტერი და ჩვენ მაგენთან ომი მოგვიწევს. მაგის სახეზეა. ეხლა მინდა დავბრუნდე იმ ჯარების შექმნაზე. მინდა გითხრათ შვიდად და ლამაზად, რომ ტრამპის იმ ერთმა სიტყვამ, რომ მე პუტინს ვიცნობ ძალიან კარგად და იქ ამერიკელი სალდატი არ წავა და განმარტა თან, რომ ჩვენ ძალიან კარგი და ლამაზი ოკეანე გვყოფს ერთმანეთს. ანუ რას ნიშნავდა მე როგორ გავიგე, რომ პუტინს კარგად ვიცნობ. ბიჭებო, თუ თქვენ ფრთხილად არ იქნებით, პუტინი თქვენ დაგფერფლავს. და იქ ჩემი სალდატი და ჩემამდენ ოკეანი გვყოფს და მე საშიშრობა კი ბატონო. არ მეხება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე ღრმათა ვარ დარწმუნებული 23-ში გერმანიაში კარგად დასრულდება ეს გერმანიისათვის და ევროპელებისათვის სასიკეთო დასრულდება. რუმინეთში ეს პრემიერი რაც მე დღეს წავიყიდე ძალიან გამიხარდა. კი, მეც ასე იგი ის გაიმარჯვებს. პოლონეთი უკვე მოექცა რუსეთსა და რუმინეთს და იმას შორის. იქით სლოვაკეთი, იქით ორბანი, უნგრეთი. ასე რომ მე კიდევ ერთხელ მინდა ამ გადაცემაში გავიმეორო ერთი ფრაზა, რომ მე არ გამაურიცხავ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ნატო დააბრუნდეს იმ მოცემულობას, რა მოცემულობაც იყო 1997 წლამდე. გეთანხმებით. ბატონო ჯუმბერი, ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და ძალიან კარგად და გასაგებ ენაზე ამბობთ თქვენ ყველაფერს, იმიტომ რომ ესეთი დიალოგი ყოველთვის საჭირო არის, რომ საზოგადოებამ ბევრი რამე არის იცის და თქვენგან ძალიან ბევრ რაღაცებს გებულობს ადამიანები და მე მადლობა მინდა გითხრათ თქვენ მობრძანებისათვის და ჩვენი ტელევიზია ყოველთვის მზად არის თქვენი სტუმრობით და თქვენი ესეთი საინტერესო საუბრებით და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ჯუმბერი, თავართხილაძე, პოლიტოლოგი. დიდი მადლობა რომ ვიყურებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.